78? 69 არის. მეურნეები არის. 96. ნაჩხუბრები რო არიან ეგეთი. ო. აი, იყო 96. 96. ო, ერთი მოვდის წინა წამყვანში. ახლა მოვიდეს და კიდე მოდის. ბუბს ბიჭები მოდიან კიდე სპირტსაც კომუნიკაციაზე. ბრიფინგები ტრაგზე აღარ გამოვიდა. ნელაი არის იცოდი. ეს კარ გამოვიდა. გიგი. ოქსნი რა დროშიც. დავაი სამ სიგნალზე. სიგნალზე. ორი მანქანა არის უკვე რომელიც ხსნის და მაგით იყოს და მე გაიგეთეთ რომ ყველაფერი დაწოვა და პასეტები შეხვდა. სამყაროში მოსვლა გაიგეთ, დაწვა შემოგიშვი. გაგასწორეთ ისე როგორც უნდა იქეთ. ეს არის 20 სანტიმეტრი დაშორებული ლაზერთან. არ იქნება დღეს შუქნიშანი თქვენთვის, ანუ თქვენ თვითონ ემზადებით, რომ თქვენი სამწესო დრო დააფიქსიროთ. დიდია მაინც სიმძლავრე შორის. გაისისთვის ეს აღარ გვექნება. გვექნება რა სისტემა. ეს რა თქმა უნდა ჯერჯერობით დამუშავების პროცესია, მაგრამ 9 წამიანი და დაბლა, ანუ ნებისმიერი ავტომობილი არ აქვს მშრალობა. ელექტროა, წყალგაზია. 10-ნახევრიდან 11-მდე მეორე კლასი, 11. და ერთად მე დავჭდე და ამ შავაწარო იგივე ტრაკი, ეხლა გევანდელი ტრაკი გავიმეოროთ, ოღონდ დროებით. და შევხედოთ რა სურათს მივიღებთ რა. თუ მივიღებთ ნორმალურ სურათს, მე უკვე აი რა ზუსტად ჩავას გაზე ხა? იმდენჯერ გაქვს ჩასხმული რომ მუშა ფუტკარი გადროში აია. მოგესალმებით რუსთავიდან, როგორც ყოველთვის დრაგის დღეა და მაგარი მზია. მოკლედ, ამდენი მონაწილე მეორე ეტაპზე მე არ მახსოვს რა. ამ ეტაპზე გამოვდივართ სუპრით და აღარ გავრეცხეთ. შეხედავთ სპეციალურად ფარი დავაპალიროკე და ისინი ზედასხია, იმენა აღარ გავრეცხეთ, ნავსი უნდა გავტეხოთ. მაგრამ სუპრა არ იძვრება. თავიდანვე აპრაუდენიებს და იმებს არ ვიძლევი, ვიცოდი რომ არიული და მაგრამ გამოვდივარ მაინც 0-100 არ გვაქვს. ხო, დანარჩენი, რავი, მანქანები ძალიან ბევრია. ამდენი ჯიპი რო უხერდრაგზე გამოსულიყო, გაცილებით კაი იქნებოდა. 1X, 2X, S1, კლასით შევიკვრებოდით, იქით X5 სხვა და კლასით შევიკვრებოდით. მე არ წამოვედი X3-ით. რავი, დამეზარა და ეხლა ნანოფ რატო არ წამოვედი, იმიტომ რომ ბევრი ფავორიტი მანქანა არ არის, მაგალითად ბუბუს 340, ტატოს მანქანა, Golf 2, კიდე ჩვენი F90 M5 და 3. აი ყველაზე მაგარი 9 და 5-ის ქვემოთ რაც დადის და 9 და 3-ის ქვემოთ რაც დადის, არც ერთი მანქანა არ არის დღეს აქ და შეგვეძლო ჩვენი 10-ნახევრიანი მანქანით მონაწილეობა მიგვიღო გავრთობილიყავით. რაც შეეხება ჩემ კლასს უკანა წამყვანებს, ბევრი მაგარი მანქანაა. პირველი Smart-ი. რავი, ერთ-ერთი ფავორიტია დღეს. მეორე ფავორიტია დღეს ვინაა მეორე ფავორიტი ბიჭო? კაი დროები ვის აქ? რაკერას რა თქმა უნდა, საუკეთესო დროის პატრონი. მე უკვე მოდიან ბიჭები სტანდარტულად
11 წამიანები, 10 რვიანები, 19-იანები GTS-ით არის მოსული გახელა. იქით ჩვენი სომეხი ძმები არიან. მე არ ვითვლები ამ დრაგზე ფავორიტში, იმიტომ რომ 10-9-ს თუ დავწერე, ეგეც გაიქნება. 0-100 არ მაქვს 4-4, 4-2 და პროცესის მოგვარებაში ფიზიკურად ვერ მოვასწარით რა, ველოდებოდით რაღაც ფაილს გადმოგზავნას და დაგვიგვიანეს დღეს შაბათი ახვალკვირა და როგორ სახდება ხოლმე. ევროპაში ისვენებენ და ყველას მაგრალ კიდი ვართ. კიდე რეებია. ხო, ხეხიას 240, გიგას M4 მოხევია გადატენილი, ფავორიტებშია მოხევე თუ დაძრა, მოხევის მანქანა წავა. ჩვენ ვივლით 11-2-ში, 11-0-ში. კიდე რა მოკლედ კაი მანქანებია ჩავიართ. ბიჭები არიან ჩვენები, ABP-ს გამანდა ძალიან ბევრი ვართ. კვადროებში ქოროზი რაკა, კიდე 2 კვადრო 340-ია ჰიბრიდ ტურბო, ნუგოსი 1, მეორე 240 გამოდის კიდე იოსი თეთრი სუპრა რო იყიდა და მალე მედია სუპრით გამოვა და მაგას დაანებებს თავს და არიან ბიჭები მოკლედ კაი დრაგი უნდა იყოს რა. რავი, ამდენი მონაწილე მეორე ეტაპზე არასდროს არ ყოფილა. წავედი გავიაროთ ხა ბაგაჟკები გავახუროთ, საერთოდ ვერ ვჭიდებთ. ამინდიც ცუდია. პლუს რავი, საბურავი დაგვიძეველ და აშკარად მთელი ღამე წვიმდა და ასფალტი გაყინულია. რა იქნება არ ვიცი, დღეს დედაშვილს არა იყვას ხეს. ეხლა კი გადავიღოთ ლამაზი გავლები. და ვიჩაიჩოთ რა, რამე იქნება. ასეთი რამეები რენეგეიდში, სიმონ. სარბოლო მანქანაში არა, ტექნიკურში. ჩვენი სიმონი წინა წამყვანის ფავორიტი, რომელიც გამოდის 401-ცხენიზალიანი გოლფით. 401-ცხენიზალიანი გოლფით და ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ვივლით 12 და არ ვიცი, ჩემო. 12 და-ში რა. ჩავიდეთ, პლეიდებით არიან ბიჭები, ელექტროკლასი დაბრუნდა. რაკერა მოგრუხუნდა. რავი, დღეს იმედია რეკორდს მოხსნის რაკერა. მოკლედ ვიარეთ კვალიფიკაცია, პირველი გარბენი ვერ გავიარე საერთოდ, იმიტომ რომ მაპი შემეშალა, სტოკი მაპით დავაჭირე და ბასტრელი მქონდა. გავჩერდი, გზაში მაპი შეუცვალე და მე მეორე მაპით გავაგზავნე და 16 წამში ვიარე. მეორე გარბენი ვიარე 11-1-ში, მაგრამ კაროკა არ მომწონს რა, თავისით მიცვლის სიჩქარეებს და სამჯერ ამ გიდო მაღალ სიჩქარეში მე დაბალში ჩამოვიტანე და მასე მქონდა 100-200 5-2 თუ რაღაც რა. არა 11-1 მაინც დავწერე. იმედია დღეს მაგ პრობლემას მოვაგვარებ და 100-200
5-2 და 5-3 მაგივრად ვივლით 3-9 და 4-0-ში რა. მანქანას აქვს რესურსი, იმიტომ რომ 100-200 გრაფას რო უყურებთ, რა საშინელი 100-200 და მანქანას ბენზინზე დავდივარ მაგ დროში. რა შეიძლება ბიჭებს, როგორ გონა რომ რავი, ყველა გადატენილი ამინდმა და ასივმა ასფალტმა თავისი ქნაა და ვერავინ ვერ იარა. ნოდიკამი არა M2-ით ჩვენზე კაი დროში ამ ეტაპზე და რაკერა მიარა 9 შვიდში გაიარა რაკერამ. ხო, რაც შეეხება მესამე ფავორიტი ქუთაისელების ყვითელი მანქანა, რაღაც პრობლემა აქვს აშკარად, იმიტომ რომ მარტო ისტარტებოდა და მე გორაობით მიდიოდა და აი იქით ედგათ სომხების რაღაც ბაბასილა კომპაქტი. და წესით მაგან უნდა იაროს ძალიან მაგარ დროში. მოხევე მიარა კიდე კარგად, ჩემთან მიახლოვებულ დროში და გიგა მიარა M4-ით ძალიან მაგრად, ნიტოები უყენია 18-ებზე. 305-ებზე უდგას ნიტოები და საკმაოდ კარგად მოჭიდა. M2-ზე ჩემ M2-ზე ცოტანელია და პლუს იგივე ზომები უდგა თან 18-ზე. და რა უჭიდებდა რა 11-3-ში არა მე მგონი გიგა მოხემ 11-2-ში არა. დანარჩენი ქევხია მიარა 12 წამში, იმიტომ რომ აი იქ დგას. აგერ ფარსონკა გაუფუჭდა და ცვლით ახლა და ხვალ ისევ კაი მდგომარეობაში იქნება და 11 და 1, 11 და 2. მაგმაქაინან ზველოდებით 11 და დაბალს. რა ვივლით ხვალ რა, პედესტალის გარანტია და შანსი არა გვაქვს. რა შეიძლება რა მოვახერხოთ, დრაგია და ყველაფერი ხდება. ისეთი მანქანები გავარდნილან და ისეთები დარჩენილან ვერ გაიგებ. ნახოთ რა იქნება, ვინ როგორ ივლის, სტოკი გრუშტელი თუ არ, იმენას თრითლეგალი მანქანით მოვედი და რა ეხლა ვფიქრობ ხვალ გრუშტელი ჩამოვიტანო თელავიდან თუ არა, ეს ნინძები რომ აქ დავაყენო თუ არა, თუ არ დამეზარე წამოვიღებ, მაგრამ რავი იყოს ეს დადის რა. ნახოთ თუ არ 0-100 რომ მომემატოს ეგეც პრობლემა, 100-200 0-1 რომ მომემატოს ეგეც პრობლემა არა გამსვლელის გამო. დანარჩენ შევხედავთ, 4 SUV იყო, რაც ძალიან მომეწონა, იმედია უხეშ დრაგზე ჯიპების კლასში გამოვლენ ყველანი. დანარჩენს რა მივადევნოთ თვალი და ნახოთ რა იქნება. სუპრა ვერ დადის რა, თუ ვერ მოვაგვარა იქით ადრაგამდე ეს პრობლემები სავარაუდოდ მაგნაწილებს გავყიდი და სხვა ეტაპზე ავაწყობ რა. გახსენებთ რომ ჩვენი მეგობარი კომპანიებია პორტალი, რითიც დავდივართ პორტალის სუპერით და ასევე გეზ მოტორსი და ჩვენ მანქანაში ასევე როგორც სუპრაში ისევე M4-ში და X3-ში გვიდგას ლიქვიმოლის ზეთები და ასევე ვიდგას კუნხოს საბურავი. გადის ახლა და სრულდება კვალიფიკაცია. აი მანქანას ველოდები კიდე მაგრად რა, მე მგონი მაგრად უნდა იაროს და ოპ მოწყდა ლომა. გაუშვა გასფეხი. კაროჩი ძალიან ცივა რა. ვერავინ ვერ ჭიდებს, ვერავინ ვერ დადის. ყველას ნახევარი წამით გაუარესებული აქვს დროები. ჯერჯერობით ისე ვარ ლიდერბორდში, მე 13 დრო მაქვს. GTS-მაც ვერ იარა, ჩემზე ცუდ დროში იარა. გახევამ. კიდე ფაქტია ლომაც ვეღარ გაივლის, ან ლანჩ დაუწევს, წეღან რაღაცებს ვაკეთებდით. იუთუბერები. სალამი. ხო და მადლობა. რა, ხვალ არ ვიცი რამე იქნება რა. ფაქტია რომ ერთ-ერთი მანქანა ვერ დადი. ხო, კიდე ცუდი რამ მოხდა. კოლც გაუფუჭდა კარდანი, ელასტიური ზედ დაიხვია. რა, ემბიატემაც ვერ იარა, 9-8-ში რო დადიოდნენ, 10-0, 10-2, 10-3-ები აქვს და რა, X-ი უნდა წამომეღო რა, X-ი ხო სტაბილურია და X-ი შეიძლება მე არა აქ. და აი კატასას ვარჯობებდი 10-8-ში იარა და მე 10-5-ში დავდივარ და დრაგით და ლაზერით 1-0-ს კიდე მოვაკლებდი და ისეთი ბაევოი გამოდგა X-ი რომ
მაგრამ X-ი მაინც იული და არ მიგსაობს ჯიპი როა და პლეიჯის ეგ შემთხვევა იყო. პლეიჯის ჯიპმა უკეთი არა ვიდრე პატარებმა რა. მოდელ X-მა უკეთი არა ვიდრე მოდელ S-მა. 1-2 S-ზე კარგად იარა. ფავორიტებად რჩებიან ისევ რაკერა, ნოდო და ქუთაისელებმა მანქანა თუ გამართეს, ახლა კიდე აკეთებენ რაღაცებს. ბიჭები ძალიან მაგარ ჯანზე არიან. ჩვენს თუ კაროვკა მოვაგვარეთ, შეიძლება ფავორიტებში ჩავითვალოთ. ამ ეტაპზე არ ვითვლებით. ამ ეტაპზე ძალიან ცუდი დრო გვაქვს და მაგრამ რამე იქნება. ნახოთ. თქვენთვის ეს ვიდეო დასასრულს მიუახლოვ და ჩვენ კი მივდივართ თემქაზე მეორე ბუბუსთან, რათა კაროვკას მოუხერხოთ რამე ავტოციკი იქნება და მთელი ABP-ს გუნდი დღეს დავიწყებთ მუშაობას, რომ ხვალ ყველა უკეთესი შედეგი დავდოთ. დროებით, გემშვიდობებით, ხვალამდე.